დღეს ჩვენ გვაქვს როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო გადაცემა და მყავს არაორდინალური სტუმარი, მთის ქალი, რომელიც მოგვიყვება ჩვენ ტრადიციებზე, რა ხდებოდა ჩვენ მთიან რეგიონებში, როგორ არის შემორჩენილი ტრადიციები. ქალბატონი ეკა არის დამფუძნებელი ხელოვნების სკოლის, რომელსაც ქვია ძალიან საინტერესო სახელი, პედაგოგი ხართ ხო, როგორც ვიცი. სკოლას ქვია თუთა. დიახ. რატო დავარქვი? აი, რატო დავარქვით? ხო, სულ ფიქრობდი, რატო თუთა? ალბათ რაღაც დაკავშირებულია მეაბრაშუმეობასთან. არა მარტო, ნახე, მოგესალმებით უპირველესად ჩვენო მაყურებელო, მე გულწრფელად მიხარია თქვენთან შეხვედრა და როგორც გავილაღებ ხოლმე რაღაცა ჩემ სფეროზე როცა ვლაპარაკობ, თუთა არის ძალიან საინტერესო მცენარე. თუმცა ჩემს სახელოსნოს დავარქვი ბებოს სიყვარულით მამა ჩემის დედას მესხეთში ბაბოს ვეძახით და ჩვენ ყავდა ესეთი ტკბილი ქალი ბაბო, თუთა ბაბო, რომელსაც თუთა ერქვა. არა, სინამდვილეში ერქვა რაქილი, მაგრამ ეს ეკლესიურად ჯვრისწერის სახელი იყო რაქილი, მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ იმას რაქილი ერქვა, მარტო მღვდელმა და მეუღლემ იცოდნენ. ყველა ეძახდა თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან ტკბილი ქალი ყოფილა თუთა და დაურქმევიათ ბებოსთვის სიყვარული თუთა. აი ეს მცენარე, რომელიც მესხეთის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს, არის ძალიან საინტერესო მცენარე. დავიწყოთ იქიდან, რომ თუთა მეაბრეშუმეობისთვის ძირითადი საყრდენი მასალაა. თუთის მერქნიდან გამოდის არაჩვეულებრივი ჩონგური და ფანდური. ყველაზე საუკეთესო მასალა ინსტრუმენტისთვის, ჟღერადობისთვის, ამაში მუსიკოსები გამეთანხმებიან. თვითონ ნაყოფი თუთა თუთის ნაყოფით შეიძლება გააკეთო ტყლაპი, შეინახო წვენი, თათარა გააკეთო და გამოდის არაჩვეულებრივი ასეთი ნუგბარი ბაქმაზი. ეს კი, ბაქმაზი წვენისგან დუღდება უწყლოდ, მხოლოდ წვენისგან, რომელსაც ძალიან ესეთი ბლანტი სითხე აქვს, სქელი და არაჩვეულებრივია ბრონხებისთვის, არაჩვეულებრივია ფილტვების ანთებისთვის, ყელის ტკივილისთვის და ასე შემდეგ. ანუ აი ეს მცენარე თავისთავად ეს კულტურული მცენარე იმდენად ტევადი და თავისთავადია, რომ მარტო ამ მცენარით შეგიძლია წლიდან წლამდე თავი გაიტანო. თუ გაქვს კარგი ბაღი, თუთის ბაღი და ასე შემდეგ. სხვადასხვა თუთაზე მე მქონდა შაშა მთელი გადაცემა ჩაწერილი. არაჩვეულებრივად წმენს კუჭნა წლავს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი მცენარეა. შეებებია და გამინდით ხა ძალიან საინტერესო რამე ხდება. როგორც გავაკეთებ ხოლმე გადაცემას, რომელიღაც საკვე პროდუქტებს, ნერვზე ზვირდება და წელს ისეთი ზვირია, რომ ერთხელაც ვერ ვიყიდე. თან ცოტა ეთქობა. ძალიან საინტერესოა კიდე ასევე როგორც ახლა მე ტექსტილის სახლის დამფუძნებელი ჩვენი ნიშა ბუნებრივი ღებოა. და ახლა თუთის ფოთლის სხვა გარდა აბრეშუმისა, სხვა სიკეთეზე მინდა გითხრათ. ესე იგი, ამ თუთის ფოთოლს რომ გამოიღებს პატარა თავს ყლორტის რო ფოთოლთან ერთად გამოაქვს ნაყოფი 10 სანტიმეტრზე რო გამოიღებს უკვე შეგიძლია შეღებო და წლის განმავლობაში 20 ფერის მწვანე შეგიძლია მიიღო. ანუ ყოველი ერთ კვირაში ან 10 დღეში შეგიძლია თავიდან შეღებო და წლის ბოლომდე მიიღებ მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ კვირა რო შეღებო 20 ფერს მოყინული ფოთოლი სხვაფრად გიღებავს და ხმელი ფოთოლი კიდე სხვაფრად გიღებავს. ანუ საინტერესო ეს მცენარეა და თან არის არაჩვეულებრივი, აი წარმოგიდგენიათ 20 ტონის მწვანე.
ყველაფერი, პიტნისფერი, ხასხასა მწვანე, რა ვიცი, ჭაობის სისხლის ესე იგი? ნუ, ანუ ყოველ კვირას ის რაღაცა ეს მზის ხივი, იმიტომ თან მესხეთი ხო განთქმულია იმით, რომ ჩვენთან არაჩვეულებრივად მზე ძალიან ჭარბი რაოდენობით არის და კიდე ერთი სიკეთე მინდა ვთქვა ჩვენი მესხური ხილის, ეს არის ჭანჭური. მსოფლიოში არის ასეთი სტანდარტი, ოღონდ არ ვიცი, რითი იზომება, კალორია ქვია იმას თუ რა მდგენელია, მსოფლიოს სტანდარტით არის 17 და მესხურ ჭანჭურში აღმოაჩინეს, რომ არის 22. აი ამ ის რაღაცა მზის ენერგიით დამწიფებული. ანუ ესეც ხო თავისთავად და ჭანჭურის პავილო სხვათა შორის ისეთი საკვები პროდუქტია, რომელიც კუჭ-ნაწლავს ისე როგორც თუთა აწესრიგებს. თუ ნახეთ ორმაგის აქვს, თუ კუჭი არის აშლილი, ამაგრებს და თუ გავის არის, რა ქვია, ხსნის. აი წარმოგიდგენიათ ეხა რაღაცა რა? წელს არ დაახლოებით ეგეთი ის კიდე მოქმედება. ესეთი თვისებები, ხო, ნუ აი და ყველაზე კარგი ამ ამბავში ის არის, რომ თუ შენ გესმის იმ სცენარის, თუ შენ გესმის ბუნების, აი ბებო ამბობდა ხოლმე თუთაბაბო რატო იყო ძალიან საინტერესო ადამიანი, რომ სცენარისტთან რომ მივდივარო, თვითონ მეუბნებაო რისთვისა ვარო. განა მე ვეძებო, აი თან უნდა იცოდე რომ მოტეხავი იმას რა დროს უნდა მოტეხო, ფესვი გამოდგება, ყლორტი გამოდგება, იმისი ფოთოლი, აი საინტერესო ის არის რომ აი ეს ტრადიციები დავკარგეთ ჩვენ. ბუნებასთან სიახლოვე დავკარგეთ, რაღაცა ამ თანამედროვე ყოფამ თითქოს თაობებს შორის წვეტა გამოიწვია. ადრე თურმე მესხურ ოჯახში 40 და 42 ადამიანი ცხოვრობდა. ვთქვათ ერთი ძმის ოჯახი თუ ცხოვრობდა, ის მარტო სადილებს ამზადებდა, პურსაც ხოვდა ფურნეში, ამას ხო ერთი ის უნდოდა ის ბავშვებს ფიჩხი მოქონდათ, დედა თონეს ახურებდა, მამა ამ ყველაფერს აწყობდა და მთელი ამბა. ერთი მეურნეობაში მუშაობდა და ყველა თავის საქმის იყო პასუხისმგებელი და აი ეს ბავშვების ტრადიცია, რომ სუფრასთან მჯდარიყვნენ, არ მჯდარიყვნენ, როგორ პატივი უნდა ეცათ უფროსებისთვის, უფროსი რო სახლში შემოვიდო და ყველა ფეხზე დგებოდა. მე ასე გამიგია მესხეთში ჩვენთან ხო ბანიანი სახლებია ესეთი და მიწურებს ეძახდნენ და თურმე ნათლიაო რო ბანზე გადაივლიდაო, ქვემოთ ნათლული ფეხზე დგებოდაო. და დღეს რა ვიცი, ნათლიებს Facebook-ში ისეთ ამბავს აწევენ, ხანდახან ხოლმე მიკვირს, რომ ხო ნათქვამია რომ ნათლია ხარ და აი Facebook-ის ერთი პოსტით შეიძლება მიწასთან გაასწორონ. არ ვიცი ეს რა დამოკიდებულებაა დღეს და ამასაც ვერ ხსნი. ნათლია რომ პატრიარქს ლანძღავენ, რა ვიკვირს ნათლიის? ხო, დღეს ეს მოდულია. ყველაფერი მოსულა ამ ქალაქში, როგორც ერთი ჩვენი პოეტი იყო და ნიკო გომელაური, ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. თუმცა არ მოსულა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტრადიციული ქვეყანა და აი ეს ტრადიციამ უნდა შეინახოს ის კულტურა, რაც რაღაცა წლებმა თუ არ ვიცი რა დამოკიდებულებამ, ვიღაცამ გაგვიყალბა ისტორია, ვიღაცამ კალენდარი შეგვიცვალა, ვიღაცამ ის დამწერლობა შეგვიცვალა და ამითი აირია და აი ამბობენ ხოლმე ფსიქოლოგები ესეთ რამეს, რომ ბორბალი რო კბილანას აცდება, მე ის ბორბალი აღარ ბრუნავს რა. და ერთი შედარებაა კიდე ასეთი, რომ ღილების პრინციპს ეძახიან. ღილების პრინციპს. თუ პერანგზე ერთი ღილი შეცდომით შეიკარი, პირველი ღილი, დანარჩენი გინდა არ გინდა ავტომატურად იკრავ და ყველა ღილი შეცდომით გამოდის. თორე აი ეგ არის ჩვენ რომ ეხლა ისტორიაში გვაქვს ესეთი რამ, რომ ქრისტეშობა კონკრეტულად ქრისტეშობის იმაზე მინდა ვთქვა, როგორ გააყალბეს ვთქვათ, ქრისტე დაიბადა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 წელს. ეს ChatGPT-საც რო კითხოთ, ისიც ამას გეტყვით. უბრალოდ რისი თქმა მინდა. ჰეროდე გარდაიცვალა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 წელს. ჰეროდემ ხომ ვარსკვლავთმრიცხველებისგან ეუწყათ, რომ ქრისტე არის დაბადებული და 2-დან 3 წლამდე ბავშვები ყველა გაანადგურა. ანუ გამოდის, რომ ჰეროდეს გარდაცვალებამდეა 3 წლით ადრე მინიმუმ ქრისტე დაბადებული. მაპატიოს ყველამ, მაგრამ დღემდე ეს არ გასწორდა, დაეყრდნენ ვიღაცის კალენდარს, შემოიღეს ასე ის და დღეს ფაქტიურად ჩვენ გვაქვს 2032 წელი. და ეს მერე უკვე ნუმეროლოგია აირია, ჩვენი დაბადების წლები აირია, თქვათ ის დასტური, რომ იუპიტერი და სატურნის შეერთების დროს იბადება უფალი, ეს ხომ მოგვებს ვარსკვლავებისგან ეუწყათ.
ამის გაყალბება ხო არ შეიძლება გაგვიყალბეს. ისტორია გაგვიყალბეს, საქართველოს ისტორია შემოიღეს ისე რომ თითქოს ჩვენ ყოველთვის ისეთი უმწეო დაჩაგრული და რაღაცა ისეთი უსუსურები ვიყავით, რომ სულ ვიღაცას ვეკედლებოდით, ვეტენებოდით და ასე შემდეგ. სინამდვილეში ჩვენ დამწერლობაში დევს კალენდარი. ჩვენი დამწერლობა, როგორც რამაზ პატარიძე ამბობდა, დამწერლობაში ისეთი სიზუსტით არის ჩვენი კალენდარი მოცემული, რომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვიცავს ჩვენი დამწერლობა და როგორც მე ვეფხისტყაოსანში ახსნილი, აი ეს კლიტენი 40 კლიტე ხსნის ყველა საიდუმლოს. და როცა შენ ის გასაღები გიჭირავს ხელში, თავისუფალი ხარ და მართალიც ხარ. და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ეს ტყუილ მართალი არეული ერთმანეთში იქ გლობუსი გააყალბეს, იქ ისტორია გაგიყალბეს, იქ კალენდარი გაგიყალბეს, იქ დამწერლობა გაგიყალბეს და ხდები რაღაცა ბურუსში და ქალბატონთინა რაც მინდა დავაკავშირო ეს რატო მოვყევი ახლა ეს მცირე ექსკურსი მაპატიოს ჩვენ მომაყურებელმა ამდენი აი ბავშვი აზროვნებს მე ახლა პედაგოგი ვარ და აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა ბავშვი აზროვნებს სურათ ხატებით რასაც უყურებს, იმას აღიქვამს. აი ახლა მე თქვენ გეტყვით ერთ მაგალითს, აი მაგალითად გლობუსი არის ასეთი აბსოლუტური ბურთი და გეუბნება ისეთ რამეს, რომ მეეცი რაღაცა კითხვა და ბავშვი დაატრიალებს ამ გლობუსს და რაღაცას არა როცა შენ იცი ზუსტად რომ დედამიწას არ აქვს გლობუსის ფორმა, ბურთის ფორმა, იმას აქვს ოდნავ კვერცხის, ოდნავ ლიმონის ფორმა. შენ ამითი ატყვებ რა გახდა, განა რა გახდა ერთი ნამდვილის ჩამოსხმა, რომ შენ შვილს ასწავლო ის, რაც არის. და ამით ხდება მომენტია, გვალი იქნება თუ ლიმონისებური ხა მაგრამ არა, უნიშნელო არა, ეს მე იმდენ ლაფსუსებს იწევს, რომ ბავშვი ვეღარ აღიქვამს, რატო უნდა იყოს, თქვათ, ეკვატორი ყველაზე დიდი რატოა და დანარჩენ ადგილებში და ასე შემდეგ. დღეს საერთოდ გლობუსს უყურებენ ბავშვები და თუ იციან გლობუსი რა არის. მათგან გამოვიდა, გამრავლების ტაბულას არ ასწავლენ ბავშვებს და ის არ იციან. ეს ცალკე პრობლემა, განათლების პრობლემა და ეს ძალიან მტკივნეული თემა, იმიტომ რომ განათლება ძალიან და აი ჩვენ სამკალი მოვიმკით. ტრადიციებზე ვილაპარაკოთ, რაც არის შემორჩენილი მთაში. ახლა ეს ზოგადი ექსკურსი გააკეთეთ, ასაგებია ეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, მაგრამ აი იქ რა ხდება, რა არის შემორჩენილი, რა იყო განსხვავებული. მე მყავდა სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლები, მაგრამ აი ხევსურეთიდან თქვათ ფშავიდან ვერავინ ვერ მოვიწვია იგივე შენს აი მე რამდენი რაც მე ვიკვლევ ხოლმე ჩემი თემიდან გამომდინარე აღზრდა მესხურ ოჯახში მაქვს ტრადიცია და თანამედროვეობა ჩემი თემა და აი იქ რამდენადაც მე მოვიკვლიე ძალიან სერიოზულად იდგა ბავშვი ოჯახში აღზრდის თემა ბავშვები მაგალითით იზრდებოდნენ როგორ ექცეოდა დედა მამას მამა პაპას და ასე შემდეგ ყველა ამბობენ ხოლმე რომ ყველა თავის გოდორს ქსოვსო ყველას თავისი და აქედან გამომდინარე იყო სუფრის ტრადიცია როგორი სუფრა უნდა გაშლილიყო იქ იყო ლურჯი სუფრის ტრადიცია მესხეთში ლურჯი სუფრა არის დაბეჭდული სუფრა ანუ ამ სუფრაზე იხატება ადამიანის ფიგურები, ცხოველების ფიგურები, მცენარეები იხატება და ზედ აწყობ ისეთ სადღესასწაულო სუფრას, სადაგ დღეებს ეძახიან. ლურჯ სუფრაზე ეწყობოდა სადაგი დღესასწაულების. აღდგომ სადაგი, ყოველდღიური, ანუ და აღდგომისთვის აკეთებდნენ წითელ სუფრას, ასეთ მოჩითულ წითელ სუფრას. ოღონდ ერთი განსხვავება ის, რომ სამგლოვიარო სუფრაზე ლურჯ სუფრას არ აფარებენ. ანუ შავს არ ამზადებდნენ. იღებებოდა ინდიგოში. ძალიან საინტერესო საღებავია, რომელიც საინგილოს ტერიტორიაზე, ეხლანდელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოდის ჩვენთან არა და არის შხამიანი მცენარე. იმითი იღებებოდა ინდიგოთი ძალიან ლამაზი, ლაჟვარდი, ლურჯი და ამ სუფრაზე ეს ფიგურები ადამიანების ფიგურები ცვილით და სანთლით იბეჭებოდა დაბეჭდული და მერე შეღებილი ძალიან საინტერესო ფაქტორია იყო სამგლოვიარო არ კეთდებოდა აი ეს არის ინდიგოზე ამბობ ინდიგო ლურჯი კი და წითელი იყო სააღდგომოდ სპეციალურად აკეთებდნენ ამას ცვილით კეთდება აუცილებლად ის ფიგურები კი ლურჯის სუფრა ძალიან საინტერესო ტრადიცია და აი მესხეთში ძალიან საინტერესოდ შემოინახა ჩვენმა წინაპარმა ეთნოგრაფიულ თოჯინაში ჯვარი
აი ეს არის ეთნოგრაფიული თოჯინა. ეთნოგრაფიული თოჯინა ნიშნავს ყველა კუთხეს თავის დამახასიათებელი თოჯინა ყავდა და თოჯინა რა იყო? მაშინ ხო არ იყო ესეთი მაღაზიები და პლუშის თოჯინები და ბარბები და ანუ აკეთებდნენ რას ადამიანი ხო თავისი არსით ტოლმკლავა ჯვარია რაც არის ხელები გაშლილი ხელები ის არის თხემიდან ტერფამდე ამ ჯვარს ორ ჩვეულებრივ ტოლმკლავა ჯოხს გადააბამდნენ ერთმანეთს მიცებდნენ ჯვრის ფორმას ზედ დააგებდნენ ღილს გაუკეთებდნენ ჩვეულებრივად ღილის ფორმას გადააკრავდნენ ნაჭერს შემოსავდნენ თმით და ჩააცმევდნენ ძონძიკები ერქვა ამ გონჯათ ძონძიკები ძონძი ამ ძონძებს მოახურებდნენ და ეს ჯვარი ხო დაიმალებოდა ჩვენ იმას რა ქვია მოსახური თქვათ ის ოქრომკედით ან იმითი რა ქვია ქილებით თქვათ ჩოხას ჩააცმევდნენ ქვემოთ პაჭიჭებს ჩააცმევდნენ წინდებს ან ქალამნებს ან რაღაცას და ნახეთ რა საინტერესო ამბავია რომ ჩვენი წინაპრების გონიერება სად ჩანს რომ აი ეს ჯვარი ეს 300 წელი ოსმალების ბატონობამ ჯვარი რო ღიად დაედოთ და ხატი დაედოთ ვინაც ცხლებდა იმათ. ბავშვი ხო სულ ამ თოჯინას ჩახუტებული ატარებს. და აი ამ თოჯინაში აქ ჯვარი შენახული, რასაც ღამეს მოხსნის ამ ძონძიკას, დაუნთებს სანთელს, დღისით ბავშვი ჩან შეიძლება ლოგინის თავთანაც ედო ამ ბავშვს და ასე ინახავენ ქრისტიანობას შეფარულად და მე ეს ხაზი განვითარდა და ეთნოგრაფიული თოჯინა დაერქვა. ეხლა ეს კონკრეტულად მესხეთში იყო ეს ზუსტად ვიცი გადმოცემით და ალბათ სხვა კულტურებშიც მე უკვე გაჩნდა ნაჭრის თოჯინა მიემატა იმას რაღაცა სამოსი ხელების რაღაც მანამდე არც ხელები უკეთდებოდა თოჯინას არც სახე. სხვათა შორის ამბობდნენ რომ კითხეს ერთ მოხუც ქალბატონს რომ რატო არ აკეთებო სახეს რატო არ უკარგავ ხო შეგიძლინო და ანგელოზებს როდი აქ სახეო ანგელოზებს არა ხო და იმის თოჯინაც ანგელოზი იყო თავისთავად შიგნიდან ის იგულისხმებოდა და რა ვიცი ძალიან საინტერესო მაგალითებია ისეთი რომ ესე იგი ჩდება რა იცით ქალბატონ თინა სად ვიყავით ჩვენ რაღაცა სიმაღლეზე და სად აღმოჩნდით იმის მაგია რომ პროგრესი განიცადოს ამ ყველაფერმა თუნდაც გათანამედროვდეს ის ტრადიცია ეს ამხილა 4 საათიანი და 6 საათიანი ღრეობები და მე ერთმანეთის რაღაცა კულტურა ხო იყო იმის მაგია რომ გადაიზარდოს უკეთესში რაღაცა ის რაც ცუდია ჩამოეცალოს პირიქით რაღაცა რეგრესისკენ მივდივართ და ეს არის ძალიან სამწუხარო ეს აღზრდის შედეგია დღევანდელმა ამ გლობალურმა ტექნოლოგიებმა გამოიწვია თუ რა არის ამის მიზეზი ვერ ხვდები მაგრამ საინტერესო ისაა რომ აი განათლების სისტემაში თითქოს სპეციალურად ნერგავენ ამ ყველაფერს. თითქოს კი არა სპეციალურად არის რა თითქოს. ხო. აი ესე იგი გაუნათლებელი თაობა ჭირდება და იმიტომ ადამიანს იული სამართავია და ალბათ იმიტომ. უნდა რომ განათლება არ აქვს, ოდნა არ აქვს, იმის მართვას რა უნდა. ზომბირება ხდება. შემდეგ ძალიან მარტივად ამათი. რა მითხარ იცი ხა სკოლების საკითხი როგორ იყო განათლების მიღების საკითხი ტრადიციაში? აი წარმოიდგინეთ განათლება იყო ან 4 კლასი მაგრამ 4 კლასამდე ვიდრე მივიდოდნენ ბავშვები ძალიან ახლა ჯავახეთისკენ უფრო ნაკლებად სადაც ისეთი დიდთოვლობა და დიდი ზამთარია თქვათ აღმოსავლეთ მთიანეთში საქართველოში ყველაფერი ხდებოდა ოჯახში აი საინტერესოა ძალიან ახლა რომ სექსოლოგიას აფუძნებენ და ეს დიდი ისა აქვთ რა ქვია აი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ძალიან საინტერესოა აი ესეთი სქესობრივი აღზრდა არ ვიცი ეს ძალიან საფრთხილო თემაა წაწლობა თუშური წაწლობა და ხევსურული სწორფრობა წაწლობა და სწორფრობა თუშებმა იცოდნენ წაწლობა ცნობილი ამბავე და სწორფრობა ესე იგი ამბობდნენ რომ თურმე სწორფერი არის ისეთი ინსტიტუტი რომ ქალს და მამაკაცს შეუძლია მთელი ღამე ლაპარაკში გაათენონ დაძმობას ეფიცებიან ერთმანეთს ნახე რაღაცა ის ზრდასრულები რო არიან უკვე სადღაც 4 მთაში უფრო გვიან მწიფდებოდნენ სავარაუდოდ 14-დან 20 წლამდე ალბათ ეს პერიოდი ან უფრო მეტიც და ისა ასე ამართლებენ ამ ხო რა ხდება აწვენენ წოლადგომას ეძახიან დააწვენდნენ ერთმანეთთან ახალგაზრდებს ეცვათ ეს ხევსურული სამოსი გულისპირ ჩახსნილები არიან ორივე და შეუძლიათ წელზემოდან ეფერონ ერთმანეთს
და ნახეთ აქ ძალიან რთული მომენტია ის რომ აი ასე იწრთობა იმათი ფოლადი ფაქტიურად რომ შეიძლება მივიდნენ რაღაც ისეთ ახალგაზრდები არიან ვნებებმა მოეძალონ და რაღაცა არ აქვთ უფლება რომ გადავიდნენ ზღვარს. შეიძლება ამ თავშეკავებამ, ამ გონების მოკრებამ რომ არ გადაცდე, რა სადღაც არ შეგეშალოს, სადღაც არ ძალიან ბევრი არის მაგალითები, ნათელა ბალიაურს აქვს ესეთი წიგნი სწორფრობა ხევსურეთში, არის ისეთი მაგალითები, რომ თითქოს ძალიან ბევრი შემცდარა, ძალიან ბევრს ბავშვიც გაუჩენია და მე საკუთარი ხელითაც მოუკლავს. ბავშვი, იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება სწორფერს არც ქმრად ცოლად გაყვე, არც ქმრად გამოგადგება და არც შვილის გაჩენა არ შეიძლება იმისგან ეს სირცხვილია და ეს ისჯებოდა სოფლიდან გაძევებით. ძალიან ბევრი ცუდი მაგალითებიც არის, მაგრამ უმეტესობა მე ამბობენ ესე რომ სწორფერმაო თუ გიძმო ქალიო მამას მიატოვებსო, ძმას მიატოვებს უღალატებს, სწორფერს არ უღალატებსო. ნახეთ, ესე იგი თუ შენ ის გამოცდა ჩააბარე ხუთიანზე მე რაღაცა ისა გაქვს რა ქვია მაგრამ ქალისთვის ალბათ სავარაუდოდ მე ძალიან ბრმა თუ ამბობდნენ ისე ურიგებდნენ ერთმანეთს და ისე ათხოვებდნენ რომ ქმარი დანახულიც არ აყავდაო და წლები მე ისე გადიოდა ერთადაც ცხოვრობდნენ მაგრამ შეეძლო თურმე ხევსურეთში რომ თქვათ ვერ შეეგუა ან იმის სიმთვრალეს ან იმის რაღაცა უკან დაებრუნებინა ხელსაც არ აკარებდა ესე იგი აი ეს აღზრდა ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ ეს კულტურა და წარწლობა ცოტა ისეთი თავისუფალი საქციელს უფრო გავს ვიდრე ხევსურულა იმ აკადემიურ რაღაცა სწორფრობა ძალიან მიზანწულა გაუგებარია ამ შემთხვევაში თანხმობაში გასაგებია რაც გახდა ხო და აი სწორფრობაში მართლა ძალიან ბევრი ამოუხსნელი ეს არის რომ აი რაში ჭირდებოდათ აი ამ რატო ცდიდნენ ხო აი ეგ არის რატო იცდებოდნენ ყველაფრის უკან რაღაცა დგას რაღაცა თუნდაც ეზოთერიული ალბათ იმიტომ რომ ქალი ხოა მან ყველაფერში თქვათ ქალი რამდენად მიცემს მამაკაც უფლებას და იქ წამყვანი როლი აქვს ქალს კაცი იარაღასმული წევს დგება თქვათ და მიდის საომრად სულ ბრძოლაში იყო იქ საქონელი გაიტაცეს წადი გამოიყვანე იმან სისხლია იყო იმას ჩაუსაფრდი იმას მაგრამ ქალი იყო ყველაფერი მეურნეობაც ტანსაცმლის შექმნაც ის ტოლის დამზადებაც ქარგვაც შვილების აღზრდაც მე მაქვს ეს ფილმები ძალიან ძველი კადრები ნანახი აი იმ ბანიან სახლებზე რო ცხოვრობენ ქვითკირებზე ბავშვი რო არ გადაუვარდეთ ბანიდან ჩვეულებრივად არის დაბმული ბავშვი ხო რო არ გადავარდეს ხა წარმოგიდგენიათ ქალს საქმე აქვს და ხო შეიძლება 24 საათი ბავშვი ხელში გეკავოს ხა ხო არის რა ვიცი რამდენი ასაკის ბავშვი ყავთ და თან იქ რა ვიცი ძალიან რთულ პირობებში ჯერ გარემო პირობები იქ მდინარეა იქ ისეთი ნაშალი ქვა არის სიპიქვა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ეს რაღაცა სხვანაირად უნდა მიუდგე და გაიაზრო და ალბათ იმ ტყავში შეძვრე ის ქალამნები ჩაიცვა და გაიარო რომ მიხვდე ის რა იყო ჩემთვისაც ძალიან რთული ფენომენია და სულ ვამბობ ხოლმე რომ არ ვიცი ჩვენ რო იმ დროს გვეცხოვრა ნეტარას ვიზანდით მაგრამ კომფორტის ქვია დროს ვიცხოვრობ ხო კომფორტი იცოცხლე ხო მაგრამ ამ კომფორტშიც რო ვერ ვირგებთ იმ ტრადიციებს და ვერ ვარგებთ ამ ჩვენ თანამედროვეობას ურთიერთობები გაცივდა ხო არც უფროს უმცროსობა არ არის ამას დაწესაობა არ არის ხო შეიძლება ეს კლანურობა რაც იყო ხო ვითომ ცუდად შეშა რა კლანი და ეს თემი ამან გადაგვარჩინა თავის დროზე ეს კარგი იყო ეხლა ნეპოტიზმი რო დაერქვა მე არ მესმის თუ კი ჩემი ნათესავი არის ნიჭიერი უფრო ვიდრე სხვა უცხო რატო არ შემიძლია ის მივიღო სამსახურში და მას მივცე ოპერატესობა თუნდაც ხო იმას ვიცნობ ნეპოტიზმი არ თორე დებილია ვიღაცა შენი ნაცნობი და იმას აძლევთო ეს კიდე სხვა რამეა, თორე ხე სისხლით ნათესავი თუ ნიჭიერია, რამდენ დავჩაგროთ? ხო, რატო უნდა დაიჩაგროს, მიეცი და თუ გააკეთა ის საქმე იმ დონეზე როგორც შენ გჭირდება, რატომაც არა. უფრო მეტი ერთგულებას კი ბატონო, ერთგულება მეტი. აი ეგ არის მაგაშია მთავარი, რომ
ხო, ჩვენთან იციან ესეთი რამის თქმა, რომ პური გვაქვს ერთად ნაჭამი, ანუ ლუკმას რო გაუტეხავ. აი უკვე სხვა მადლი გადმოდის, იცი? და როცა შენ ერთად პური გაქვს ნაჭამი, 16 თუ 1 ფუთი მარილი უნდა ჭამო, კაცი გაიცნო, შენ გამოცდილი ყავს ყველა ასპექტში და უკვე შენ თავისუფლად შეგიძლია ვის ენდო, აი ეს ყველაზე მაღალი ხარისხი ადამიანების ურთიერთობის ნდობა რამდენად გაქვს. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა სივით მიიღებთ, აი სივით მიღებული კადრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი პურის და მარილის მადლში მიღებული. ხო, რა ვიცი, რაღაცა ცოტა აცდენაა მაგამ ბავშვიც. აირია რამსები კაცობრიობაში. ხო, იწუხარეთ. და თან ერთი რამეც არის, თინიკო, მან ნახე ღალატს იმას ვერ მოთხოვ ერთგულებას. და მე ის ღალატათაც არ ითვლება, ეხლა. ხო. და შენ რო შენიანი ყავს, აი ღალატი ძალიან ცუდი სიტყვა, მაგრამ შენ თუ იმას თუ შენთან შეეშალა, აი მე შეგიძლია უკვე დაარქვა, რომ აი და მე ხო, მე დაარქვა ღალატი, იმიტომ რომ უკვე იმის უკან სხვა რაღაცა დგას, სხვა მადლი დგას. და ღალატი იმ შემთხვევაშია, თორე ეხლა ეხლა სივს კი არაფერს არ ვერჩი, მაგრამ განათლებაც მანდ არის, აი ორთვიანი სერტიფიკატით შეიძლება უფრო მაღალი თანამდებობა მოიპოვო, ვიდრე წლებით ეხლა გამოცდილება ხო ბევრია. აი რატო გვაქვს თინიკო, მე სულ მაქვს ეს კითხვა მაწუხებს ჩემო საყვარელო, რომ ჩვენ აი ამასთანა განვზფლობთ. ავიღოთ რამაზ გახოკიძე. თავის სფეროში არის, არ ვიცი. რამაზ გენიოსი. გენიოსი, ხო. რამაზ პატარიძე. აი მე ბატონ რამაზის მოდუღებული ჩაიც მაქვს დალეული. ბატონ რამაზის სახლში მე არ ვიცი როგორი გარემო იყო, იცით? თქვენ უბრალოდ იმასთან გატარებული 1 საათი, ალბათ 1 უნივერსიტეტი იყო, რო დაამთავრო, მითი აი იმ ადამიანთან ურთიერთობა. წეგან ვინც ვახსენე, ბატონი რამაზი, ქიმიკოსი, არაჩვეულებრივი ადამიანი. ბატონ რამაზმა შექმნა ფაროსანას საწინააღმდეგო წამალი. იცოდით ეგ? კი, როგორ არის? ხო. დღეს სახელმწიფო ბატონ რამაზს არ აფინანსებს. არ აძლევს იმის გასახანს, რომ ის წამალი დაამზადოს და ფაროსანას ებრძოლონ აბსოლუტურად ბიოლოგიური მეთოდებით. არა მარტო აბსოლუტურად. ადამიანის გასაწმენდი წამალი აქვს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ბოასილის რამაზის იმას უკეთებ რეკლამას. არა, რეკლამას არ აღზრდაზე ვლაპარაკობ, თინიკო. ქიმიურ წამალი რო შემოგაგ და 24 საათი მირეკლამებ, არ გვინდა ეს ქიმია, არ გვინდა ეს უცხოური რაღაცა. კარგი, არ არის თემა ჩვენი გადაცემის ახლა. ხო. ჩვენი გადაცემის თემა არის ტრადიციები ხევსურეთში. ტრადიციები. და არა მარტო. სად წავიდეთ ახლა? ხო. რამაზ პატარიძეზე ვთქვით, კიდე რა გავაკეთოთ ახლა? ხო. კარგი. დამისვით კითხო და იმაზე ვისაუბროთ. აი რა არის განსხვავებული ხევსურეთში, ბჟავში? ჩვენგან განსხვავებული? ან რელიგიაში, კულტურაში, აი რა რაღაც ისეთი. ხევსურეთთან განსხვავებული ჩვენი ტრადიციული სამოსზე რო ვისაუბროთ, აი განსხვავებული არის სამოსი და საინტერესოა ის, რომ ხევსურული სამოსი ისე განსხვავდება დანარჩენი კუთხეების სამოსისგან, რომ თითქოს აი ამ ლოკალურ სივრცეში, აი ამ პატარა ხევსურეთში თითქოს სხვა ხალხი ცხოვრობდა, თითქოს სხვა აი ხევსურულ ტალავარს რო შეხედავთ, თუნდაც ის ტოლი, რომლითაც იქსოვება ტალავარი. არის უწვრილესი ნაკსოვი, ძალიან ლამაზი და აი ეს ნაჭრელა. თითქოს ამბობდნენ, რომ ხევსურები წარმართები იყვნენ, გვიან მიიღეს ქრისტიანობა. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ქრისტემდელი ქრისტიანები იყვნენ ხევსურები. ანუ არის ასეთი ფრესკებიც, ქრისტეს მოლოდინი, ანუ ქრისტემდელ ქრისტიანებს რო ეძახიან. წარმოიდგინეთ, ამ სამოსში, ხევსურულ სამოსში აქვთ ჯვრები, რომელსაც ეძახიან ხატს. ჯვარს ეძახიან ხატს. ჯვარში ჯვარი ტოლმკლავა, ჯვარში ეძახიან ხატის ხატი. აი თუნდაც ის ხატის სალოცავები, როგორი ტრადიცია აქვს ზარის რეკვის, აი შემკობის სამოს რო დაუკვირდეთ, აი ცალკე ფენომენი აბსოლუტურად ყველა დეტალს აქვს თავისი დანიშნულება. აი ჩვენთან ჩოხას რომ იცვამენ ხოლმე, ქილები ხომ აქვს ამ ჩოხას. ქილები და ნახე რა საინტერესო რამე აქვს ალბათ თინა, შავ ჩოხანი რომ მიდის სამძიმარზე, ქილებს ამოაბრუნებს და შავი მხრიდან
ჩასვამს. ზემოდან ხო არის მეორე ვერცხლის და თეთრი ქილა, ორ მხრივია და გლოვის დროს ქილას ამოაბრუნებს და როცა დღესასწაულია, როცა გამოსასვლელი დღეა, კარგი დღეა და ეზეიმება, მაშინ ვერცხლის თავებს დაუბრუნებს ისევ. აი დეტალებში ვლინდება ეს ისინი, რა ქვია, ადამიანების დამოკიდებულება გლოვისადმი, სიხარულისადმი, ქორწილისადმი და ასე შემდეგ. აი ჩვენთან მაგალითად ამბობდნენ, რომ თითქოს სიყვარული როგორ არ იყო, სიყვარულითაც თხოვდებოდნენ და ცოლიც მოყავდათ, მაგრამ ტრადიციულად უფრო ხშირად გარიგება ხდებოდა. ანუ ის შუამავალი ვიღაცა როგორ ისო ხო, მაჭანკალი, ის ოჯახი, ეს ოჯახი როგორ შეეფერება ერთმანეთს, როგორ აი ამ დროს თითქოს წონიდნენ, რომ გლეხი, თავადი და ასე შემდეგ. ნუ სიყვარულის ამდენი მაგალითი გვაქვს ქართულ ლიტერატურაში და არა მარტო, მაგრამ თითქოს უკანა პლანზეა გადაწეული ეს. რომ ეს არ არის ემოციური მხარე, ხო, თითქოს მნიშვნელოვანი არაა და უფრო ოჯახურ ტრადიციას ცემენ პატივს, იმ ოჯახს ცემენ პატივს, რომელ ოჯახში შედიან და იმათი ხდება ფაქტიურად ოჯახის წევრი და აი იმ შეტანილი მზითვით, ჭადრაკით და ვეფხისტყაოსნით ამყარებს ამ იმას, რომ აი მეც თქვენიანი ვარ და ერთი ლექსია ესეთი, რომ მივიტანეო ოჯახშიო ვეფხისტყაოსანიო, ვერ გაიგესო და უკან დაუბრუნე ჩემებსო. აი ძალიან ისეთი ნათქვამია, რომ ვერც მესწავლა, რომ რაღაცა მინდოდა, მაგრამ იმდენად მტკივნეული იყო, რომ რა ვიცი, აი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, აღზრდა და ბავშვისთვის პირობითად, იმიტომ რომ ეხლა დედა რო გასულია 24 საათი და ბავშვი ან გაჯეტებს არის მიჯაჭული, ან ისე იქცევა, რომ ვიღაცის წამხედურად ის უნდა მაინც და მაინც რაც იმასაცვია, თითქოს დაიკარგა ეს დედა წასულია საზღვარგარეთ, როცა ბავშვს დედა ჭირდება, რას იღებენ, სულ იმას ვამბობ, რა რას იღებენ იმის საფასურს, რასაც თავის შვილს აკლებენ, იმ სითბოს, ენერგიას, სიყვარულს, ყოველდღიური კავშირი, რითიც მყარდება. რა ვიცი, ეს ყველაფერი ჩვენი ყოფას უკეთებდა. ხო, აი ეს ჩვენი ძალიან დიდი ტკივილია და ემიგრანტებისთვის ძალიან ტკივნეული თემა, ბუნებრივია, მაგრამ ხო, ალბათ ესეც იმას ფიქრობს, რომ შვილის მომავლისთვის აკეთებს, თუმცა ის რომ აწონო, წონადი არც კი შეეწონება. არც კი შეეწონება იმ სიტყვასთან. ჩათვალე რომ ამ ხალხს ცხოვრების ნაწილი მოპარეს უბრალოდ. მოპარეს ცხოვრება, დიახ. ისევე როგორც ყველა ჩვენთანაც ძალიან დიდი ნაწილი მოპარეს სულ რაღაცის მოლოდინში და პერსპექტივაზე ცხოვრობ და აღარ მოვიდა ეს მოლოდინი, აგერ სოფლიო თავზე გვემგრევა ხო ხედავ რა ხდება. ღმერთო ჩემო, აი ეს არო თითქოს აი წეღან რის თქმას ვაპირებდი იცი ალბათონ თინა ჩვენ ბავშვებს ჩაუნერგეს სკოლაში პირველ კლასიდან რატომღაც უცხოენა უნდა ასწავლონ. მე არა ვარ უცხოენის სწავლების წინააღმდეგი, ნამდვილად არ ვარ. ჯერ ტვინი დაასრულოს ამ ბავშვმა, ქართული ასოების მოხაზულობა მაინც ისწავლოს, ქართული ასოები იცნოს და მერე შეიტანე უცხოენა. ხო შეიძლება რომ ანის უცხო სიტყვი ქართულთან დააკავშიროს, ან წარმოსახვითი მეხსიერება განივითაროს, ან ლოგიკური მეხსიერება განივითაროს, ან რა არ ვიცი. ყველაფერი თითქოს აება ისე აება ერთმანეთს, რომ ყველაფერი ურთიერთსაწინააღმდეგოდ ხდება ამ ბავშვების ფსიქიკის ხარჯზე. იმიტოა ასეთი, რომ სხვისი ეს დემაგოგია, ძალიან ცუდი იდეოლოგია იოლად მწიფდება ხალხში და აიტაცებენ ხოლმე თითქოს ეს არის აპრიორი რახან უცხოელმა თქვა, რა ვიღაცამ ჩააგონა. არა აქვთ ეს რო თავის თავში ჩაღრმავების, ალბათ არც დრო, აღარც თავი და როცა შენ თავში ვერ ბრუნდები და შენია ესეთი სპეციალური. ელემენტარულად მე აღშფოთებული ვიყავი მაშინ ვერ, როდესაც აგრძალეს ლექსების სწავლება, ჩათვალეს რომ მავნებლობაა და არ არის საჭირო. ბავშვობაში, საბავშვო ბაღამდე ნასწავლი ლექსები დღემდე მახსოვს. რამდენიმე ფრანგული ლექსი ვიცი, რაღაცა ინგლისური ბევრი და ფრანგულზე 5 სიტყვა ვიცი და ეს ერთი ლექსი მარტო. ეხლა რა მაინტერესებს იცი? აი თუ იყო რამე ტრადიციაში ესეთი ხორცილის ტრადიცია, ან დასაფლავების რიტუალები, განსხვავებული რამეთი.
დასაფლავების ჩვენი მხარე არის ქალბატონი თინა მულტიკულტურული მხარე. ანუ ტრადიციებსაც ვიტყვი, მაგრამ აი ჩვენთან მესხეთში ჩამოასახლეს მაღალმთიანი იმერეთიდან, აჭარიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, სომხური მოსახლეობა ყავს დიდი დოზით, ყავს, რა ვიცი, უამრავი საქართველოს უამრავი კუთხეებიდან ეკომიგრანტები უფრო ძირითადად ჩამოასახლეს და იმათმა ხო წამოიღეს თავიანთი ტრადიცია, კულტურა, შეერია ერთმანეთს, მაგრამ აი იყო ასეთი წესი ჩვენთან დასაფლავების დროს ოჯახი ჯვარი ყველას წერია და მიცვალებული როცა ყავდათ ოჯახს სხვა ჰქონდა იმის თავი, მეზობლები შეიკრიბებოდნენ და გაინაწილებდნენ, რომ ერთ დღეს ამ ოჯახისთვის სადილი ერთ ოჯახს უნდა გაემზადებინა, მეორე დღეს მეორე მეზობელს, მესამე და ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან დიდი შვება ოჯახისთვის, რომ იმას თავის სატირალი და ფიქრალი სადარდებელი ქონდა და აი ამ მასპინძლობისთვის და იმდენს ამზადებდნენ რომ მოსულ სტუმარსაც და ოჯახის წევრსაც ხო ეს ტრადიცია არ იყო იმერულ ჩამოსახლებულ მოსახლეობაში და იმდენად მოეწონათ მე ჯერ ხო იმერლებს რა ქონდათ იცით ჯერ მიცვალებულს ასვენებდნენ პირიქით ჯერ ქელეხი ქონდათ და მე აცვენებდნენ მიცვალებულს. ხო და აი ეს ჩვენთან მესხეთში რომ ნახეს აი ეს ტრადიცია და ძალიან მოეწონათ მე იმათაც შეცვალეს ეს კულტურა. აი აჭარელი მოსახლეობას მაგალითად ეხლა ისინი ცოტა რთული ის იყო იმიტომ რომ იმათთან რელიგიური განსხვავებულობა ჰქონდა და იმათ სხვანაირი დაკრძალვის გლოვისაც სხვანაირი წესი ჰქონდათ და თითქოს იმათმა ვერ განიცადეს ესე ადაპტირება. აჭარული შემოიტანეს დაკრძალვის რიტუალით სხვანაირი ჰქონდა და ჩვენთან უბრალოდ ამ ურთიერთობით პატივს მივაგებდით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ალბათ არ ესმოდათ, იმიტომ რომ იმათ თავიანთი რელიგიური წესები ჰქონდათ, რასაც აქეთ ამხარე უფრო ნაკლებად იცავდა. და აი რაც შეეხება სომხურ მოსახლეობას, ესენი ძალიან ისე არიან ხოლმე ჩაკეტილი თავიანთ ნაჭუჭში, თავიანთ სივრცეში და ძალიან ეგ სხვა სიტუაცია, და სუფთა მესხურში რა ხდებოდა, ხო? ანუ აი ამას ვიძახი, რომ აი ეს გაცვლა-გამოცვლა მოხდა კულტურის შერევის. აი ძირძველ სოფლებში როგორიც არის აი ახალციხის სოფლები მაგალითად ანდა ანდრია წმინდა მუსხი და ასე შემდეგ აი იმ სოფლებში დღემდეა შემონახული ის ძველებური წესადათი მიცვალებულს აუცილებლად გააპატიოსნებდნენ და მესამე დღეს იყო დაკრძალვა აი ეს ქრისტიანულად ეს მესამე დღის შენახვა იცოდნენ აღნიშნავდნენ მე მე-9 დღეს მე-7 დღეს და 40 თავისთავად და ასე შემდეგ აი ეს წესები თითქოს იყო და ძალიან საინტერესოა ჯავახური ქორწილის ახლა რაც შეეხება ქორწილს მესხეთშიც ანალოგია მაგრამ უფრო ჯავახეთში იყო ძალიან საინტერესო ქორწილი მაყარს ისტუმრებდნენ ხოლმე წივის გოროხებით იცით რა არის წივა წივა არის ცხრის და თხის ნაკელის გამშრალი ვერსია ანუ იქ ხო შეშა არ იყო ჯავახეთი ახლა ისეთი ზონა ჯავახეთის ზეგანი და ალპური ზონა და მოკლედ იქ იყო ხე ნაკლებად იყო და სადგომს არ ასუფთავებდნენ მთელი ზამთარი და ეს საქონელი ცხარი რომ დატკეპნიდა თავისივე ნაკელს მერე გაზაფხულზე ამას დაჭრიდნენ კუბიკებად და ეს ეზოს გარშემო თავიანთი ყორეს გარშემო ქვის ყორის გარშემო აშენებდნენ კედლებივით ესე ხან მიაწყობდნენ ძალიან ლამაზი სანახავი კია ძალიან საინტერესოა სხვათა შორის და ეს ორპირი ჯავახეთის ორპირი ქარი გამოაშრობდა ამას და მერე იიწვება ალბათ ეკნებოდა და მაგრამ შეჩვეულა ყველაფერი ალბათ შეჩვეულებიც იყო და ამ წივას წავდნენ და მთელი ზამთარი თველდნენ ხურვალია ცხრის ნაკელი და ზოგადად ცხარი ძალიან საინტერესო ფენომენია და მაგაზეც ვისაუბროთ ძალიან საინტერესოა როგორც ხო ხო ეს ქორწილის ტრადიციას დავამთავრებ და ხო და ეს მაყარი რომ მოდის თუ ზამთარია და გაუმართლა თოვლის გუნდას ესვრიან რატოა ეს ალბათ ეს აპროტესტებენ ქალის წაყვანას თუ რაღაცა და მაყარი რომ მიდის ქალის მაყარი მიაყოლებენ ხოლმე იმისი რა ქვია თოვლის გუნდას და წივას წივის გოროხებს მე დავწერე ერთი ჩემი ჩანახატი ტრადიციებზე და იმაზე ცოტა ოღონდ იუმორულ ჟანრში და ერთხელ წავიკითხავ ალბათ წაგიკითხოთ იმ ჩანახატებს როგორ გავაკეთე ეს მესხური იუმორით თქვენ რა მკითხეთ რა რისი ტრადიცია მკითხეთ რომ გადავალთქო ქორწილი არა ქორწილზე ვთქვი და რაღაცაზე უკან დავბრუნდი რა იყო საინტერესო
თუ დასაფლავება და ის მაინტერესებდა, ხორცი მაინტერესებდა ხო? რაღაცა მკითხეთ და უკან დავბრუნდი. საკვებში თუ იყო რამე ესეთი ტრადიციული? ხო. საკვებშიც იყო საინტერესო. ხო, ჭამაზე მითხარით, ხო? თუ რაღაცა მკითხეთ, მე რატო დავბრუნდი უკან. ხო, ჭამაზე ის არის, რა ქვია, საჭმელიც საინტერესო იყო, იმიტომ რომ იქ იყო ასეთი მცენარეა თალახეში და ღიმი. თალახეში და ღიმი არის ასიან ნათქვამი, რომ თალახეში ღიმიო, ჯავახეთის ხილიო და სხვათა შორის ეს თალახეში და ღიმი საინტერესოა თავისი ფაქტურით. ბუსუსებიანი ღერო აქვს და იმას როცა ჭამ წყლულის კუჭის წყლულს ხსნის. ანუ წყლულს როგორც აი ესეთი მითი რა ქვია და გამოაქვს გარეთ. ძალიან საინტერესოა ხო ცოცხლად უნდა მიიღო რაღაცა დრო აქვს იმას და შეგიძლია ის შეინახო და მე გაანედრო, თქვა გამოაშრო, აი როგორც ჭირი და იმაზე უმზეოთ, გამოაშრო ძალიან საინტერესოა. ესე იგი თან აკეთებენ ძალიან კარგ მწნილს. და ღიმის მწნილი არის უგემრიელესი და ისეთი სცენარია, რომ განაყრებს პურის მაგივრობას გიწევს და გიწევს ასევე ის, რომ სამკურნალო ეს არის თვისებები და ყველაზე ძალიან მომწონს ის, რომ ჩვენი მონატრება სიტყვაზე, ჩვენი საჭმელები რო გვენატრება ეს ხო იმით არის გამოწვეული, რომ ქიმიზმია, რომ ის მიბმული ხარ იმ მიწასთან, იმ კონკრეტულ ნიადაგთან და ესე იგი, თუ შენ რაღაცა დაავადება გაქვს ის მიწავე ქშველის, იქ მიწასშივე მოსული ბალახი ქშველის სამკურნალოდ. მე მაგას ვამბობ, რომ ყველაფერი რაც გჭირდება შენ სამკურნალოდ და გამოსაკვება, იქვე გაქვს. აი იმ არეალში. ლოკალურ ტეკი. ამიტომ უნდა იყვება იმით, რაც იქ მოდის და სეზონურად. როცა მოდის მაშინ. კი ბატონო. იმიტომ რომ ყველაფერი არის ბიოლოგიურ რიტმში ერთმანეთთან. ორგანოების მუშაობა, სისტემის მუშაობა და რაც გაწვდის ამ დროს ბუნება. დიახ. მაგალითად ყველაზე ისეთ ტყბილი სეზონი არის რომელიც სექტემბერი, ხო? მოსავლის მიღების. ხო, როცა ნაყოფი ტყბილდება და გადამწიფდება კიდევაც. ამ დროს აი ჩინურით რო შეხედო, ყველაზე უფრო აქტიურად მუშაობს პანკრეასი. რომელიც გამოყოფს რას? შაქრის მონელებას განაპირობებს, ხო და ათვისებას. ამ დროს ყველაზე მეტ სიტყვასაც მაგ დროს ღებულობ. მაგ დროს ღებულობ და ამიტომაც მუშაობს უფრო ისეთ რეჟიმში, მკაც რეჟიმში და აი გაზაფხულზე ნახე რა ხდება? გეძლევა მჟავე. ყველაფერი, ხო? ტყემალი, რეალობალი, ხო? რა, გამოთხელებელი სისხლის ყველაფერი. და იმის მომნელებელი მთელი ზამთარი დატვირთული ორგანიზმი დამძიმებული, ამ ცხიმებით, წომებით. უმოძრაობით ხიმით ყველაფერი და სისხლი არის, ნუ ესე მარტივად რო ვთქვათ, შესქელებული, ხო? და აი ამის განეიტრალება ის ხდება რადიკალების გამოყვანა, როგორც ახლა ირკვევა, მაშინ ვინ იცოდა ეს თავისუფალი რადიკალი. მაგრამ ბუნება მოქცე და ღვიძლი მუშაობს მთელი ძალით და ღვიძლის მუშაობა სჭირდება მჟავე. რაც საბალანსებს ყველაფერს, ასე რომ ყველაფერი ძალიან კვიანურად არის მოწყობილი. აი ბებოს თუთაბაბოს ჰქონდა უცნაური ცოდნა. ბუნებასთან ახლოს იყო ძალიან და ჰქონდა უცნაური ცოდნა და ეხლა ერთ ძალიან უცნაურ რამეს ვიტყვი და ძალიან უცნაურს არ ვიცი შეიძლება ამის გულისთვის ჩამქოლონ, მაგრამ ბებო შველოდა ძალიან რო ეძახიან მოურჩენელ დაავადებებსაც კი. და ძალიან ბევრი ისტორია მაგ განაგონი ჩანაწერი მოძიებული რას მკურნალობდა და რითი და ერთ-ერთი ყველაზე ძალიან ეხლა ყველა მცენარე თითქმის ვიცი, იმიტომ რომ ღებავთ ჩვენს სახელოსნოში და ჩვენ სკოლაში თითქოს ყველა მცენარესთან ასე თუ ისე შეღებვა მაქვს და ის მატყლზე უნდა გვესაუბრა და ცხვარზე გამახსენდა და აი ეს საინტერესო რა არის ეს ჩანაწერები ხო გვაქვს რომელი მცენარე რა და ერთი მასში დავრწმუნდი რომ შენ რა მასსაც გაქვს თქვათ მატყლის იმავე წონის მცენარე უნდა გქონდეს რომ ბუნებრივად მიიღო კარგი ფერი მეტნაკლებობა უკვე ტონებს გიცვლის მაგრამ ნახეთ რისი თქმა მინდა მცენარე ერთია და ბებოს ერთ-ერთ ჩანაწერში არის თან წერდა არ დაგავიწყდეთ ნუსხურად ეკლესიურ ენაზე და ამბობდა რომ ეს სიზმრით ვისწავლე ესენაო არ იცოდა სიზმრით ვისწავლეო ეძინა რაღაცა
დღეების განმავლობაში და რო გაიგვიცა იცოდა ფსალმუნებდა, ლოცულობდა, უცნაურად ხედავდა მიღმიერს რა, აი ადამიანს როგორც შუშის არსებას ეს და იმის იქით რა ხდებოდა. ანუ საღათას დილით ეძინა? ალბათ არ ვიცი რაღაცა ემაზე არც ლაპარაკობდნენ მისი შვილები, ჩემი მამა და ბიძები და მამიდები არ საუბრობდნენ, იმიტომ რომ ეს იყო იმათთვის ეთყობა იმდენად შოკის მონგრელი, რომ და ეძინა თითქოს ეგონად გარდაცვლილი და მერე გაიგვიძა და უცებ ესეთი რაღაცა და აი ამ ჩანაწერებს რო ხედავ ვეცნობოდი და ვარკვევდი იქ ესეთი რაღაცა ეწერა მაინც უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს ბევრისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. ბებო კურნავდა ეპილეფსიას, ეხლა რომ მოურჩენელი გონიათ და თუ იცით რიცი? ალბათ ვერც მიხვდებით. არც გცდით, მაგრამ უნდა ვთქვა, ძაღლის მაისის განავალით. ეხლა ძალიან ხო შოკი მომგვრელი ამ ინფორმაციაა. ეს მინდა ვთქვა, იმიტომ რომ თუ ვინმეს განუკურნელი გონია ეპილეფსია იკურნება, ოღონდ ამას უნდა კარგი ცოდნა, ოღონდ ამას უნდა დაკვირვება, გამოცდა, რა თქმა უნდა, ბებოს ქონდა ალბათ 50 წლიანი გამოცდილება ამას რო აკეთებდა და ალბათ ესეც ეუწყა საიდან განკურნებული ხალხი მოდიოდა მადლობის ნიშნად თურმე და რა ვიცი, აი ეს ხო ეს ხო პირდაპირ სიკვდილთან თამაშია და ეს ხო შეიძლება რაღაცა ესე დამთავრ. აი ძალიან ბევრი ესეთი რამე. იმიტომ რომ ამ ხალხს ქონდა ბუნებასთან უშუალო კავშირი, სულ ეთამაშებოდნენ იმას, რა ქვია, ანუ როგორც ის ეთნოგრაფიული თოჯინა, ეთამაშებოდნენ სიყვარულით ბუნებას და არ ერეოდნენ ისე უხეშად, არ ანგრევდნენ თებს და მდინარეებს არ აშრობდნენ და იმას არ აკეთებდნენ. ხო, აი მატყლზე მინდოდა მეთქვა, ეს არის ცალკე კულტურა. და ოჯახებში ჩვენთან ჯავახეთში ვისაც ბევრი მატყლი აქვს, იმათზე ამბობენ რომ აი ეს ოჯახი არის მდიდარი. ესე იგი, მცხვარმა თქვა, რომ სადაც მე ვარო, იქო სიღარიბეს რა უნდაო. ერთ კუთხეშიო ჩემ შვილს დავსვამო, მეორე კუთხეშიო მატყლს დავდებო, მესამეშიო იმასო ხორცო და მეოთხეში მე დავდგებიო და სიღარიბე აბა აქედან გაეტრიეო, ხო და აი ჩვენთან მესხური ლოგინს რო აკეთებენ დღესაც, ეხლა შემოვიდა ეს სინთიპონები და რაღაცას ხო საშინელებები, მაგრამ აი ეს მაშინდელი მატყლის ლოგინი ვისაც აქვს ითვლებოდა მდიდრად. ესე იგი მატყლს აქვს ესეთი თვისება, არის მატყლი ღრუღეროვანი, ანუ თერმორეგულატორი ასე ვთქვათ. შიგ ატარებს ჰაერს, მატყლის ბოჭკო რო გაადიდო იმაში რა ქვია, გამადიდებელი შუშით, დაინახავ რომ შუაშია როგორც მაკარონი. ღრუ. ესე იგი, ეს არის თერმორეგულატორი. შენ რო გაცვია ზაფხულში შალის სვიტერი, ის გიცავს გარე სხივებისგან და დაცხომისგან, ანუ ტემპერატურას გირეგულირებს, თუ ზამთარში გაცვია, შენი სხეულის ტემპერატურას ინარჩუნებ, თან ის არის რომ ერთადერთი ცხოველია, რომელსაც გველი ვერ ეკარება. როგორი კარგად გარეცხილი მატყლიც არ უნდა იყოს, მატყლს გველი არ ეკარება. შეგიძლია ფანჯარაზე დადო სიტყვაზე ბალიში პატარა რაღაცა ის და ეს ყველა ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რომელიც გველს აფრთხობს და დაცული ხარ რა ბოლო-ბოლო. შეგიძლია სადმე რო წახვალ მინდორში წაიღო მატყლის სამოსი, უბრალოდ დადო იქვე გვერდზე რომ შენ იყო დაცული. ძალიან საინტერესოა და აი ამ ბუნებასთან კავშირს და ბუნების ენას რო კარგავთ, მე სადღაც წყდება ის და მე რო გაწყდება ეს ერთხელ ეს ზაფი. ანუ ეს სვიტრი უნდა გესვას ან რაღაცა. აუცილებლად. ფილტვების ანთებისთვის პირველი წამალი, არ გინდა არანაირი ანტიბიოტიკი, ჩაიცვი მატყლის ჟილეტი, ან რაღაცა, რაც ფილტვებს ედება კონკრეტულად. ან თექის ჟილეტი, ისე რომ ანუ თექის ჟილეტი ზოგადად ეს სარჩულიანია და გარედან იწმევა, მაგრამ შენ თუ გინდა რომ უშუალოდ შეხება გქონდეს, ის მოქსოვილის რო არის ზედა უსახელოები შეგიძლია ჩაეწერო. მარტო ცხვრის გაკეთდება? კი, უკეთესია მერინოსი, რომელიც ჩვენთან არ არის, ნაკლებად არის, იმიტომ რომ ძალიან ისეთი დახურული მატყლი აქვს და ძალიან ძიმ. მერინოსის ჯიში არაა ჩვენთან, მაგრამ თექა შემოტანილი სახელია. ჩვენთან ეძახდნენ ნაბათს და ეძახდნენ მერე ქეჩას. უფრო ეს უცხოურია, მაგრამ შეითვის ეს. აი ნაბადი კეთდებოდა კიდე ძალიან საინტერესოდ. მდინარის პირას გაშლიდნენ და ეს კაცები აკეთებდნენ, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ნაბადი. გაშლიდნენ მდინარის პირას, დააგებდნენ ამ ტილოზე ამ მატყლს და გადაახვევდნენ მურზე. ერთი ბოლოდან ერთი, მეორე ბოლოდან მეორე და ეს აგორავებდნენ და იმდენს თელავდნენ ამ მწვანე მოლზე, რომ ნაბადი ტყვიას აჩერებდა.
ისეთი სიმაგრისა იყო, ხო, რომ და რა კარგია ახლა ტყვიისგან გიცავს, წვიმისგან გიცავს, სიცივისგან გიცავს, თბილია, დაიფარებ და თან საინტერესო ისაა ნაბაჩი, რომ შიგან მხრიდან იქარგებოდა. აი სარჩულის მოსა არ ვიცი ეთყობა ეგეც ის იყო, მაგით რაღაცა ეთყობა, თექაზე კარგო არის ძალიან ლამაზი, უხდება ძალიან კარგვა და თვითონ მატყლის ძაფით როცა კარგავ მით უმეტეს, როცა ერთ და იგივე ფაქტურით იქარგება ძალიან ლამაზია და მატყლის ნაბადს მოკარგავენ შიგნიდან, ან სახელს დააწერდნენ თქვათ ეს პატივისცემის ნიშნად რომ რაღაცა ავტოგრაფი. ხო, ავტოგრაფი და სხვათა შორის საინტერესოა ხევსურულ ტალავარს უკეთებდნენ სათუთუნეს ეძახდნენ. აი აქ კეთდებოდა მხარზე პატარა ჯიბაკები და თურმე ამას ვინაკეთებ და იცით ნანდაურები, ანუ ნანდაური ხო იცი საყვარელი ადამიანები და ხევსური კაცი იმითი ტრაბახობდა, რაც მეტი სათუთუნე ქონდა ეს პატარა ჯიბაკები და ქალითან თავის თმას აყოლებდა ხოლმე შიგ და ეს რაღაცას ის იყო რა ქვია, სავიზიტო ბარათივით, რა რამდენ ქალს მოწოლი. ნანდაური უფრო ტკბილი მომენტია. საყვარლობა ცოტა უფრო ხლა სხვა შინაარსი შეიძინა, მაგრამ ხო. მოდი ამ თემაზე შემდეგში ვილაპარაკო. ჩვენ დრო ამოიწურა სამწუხაროდ, მეგონი გადავაცილეთ ვიდეოს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. და დიდი მადლობა მაყურებელს, მომავალ შეხვედრამდე.